მოვამზადოთ ჟულიენი. დაგჭირდება ხახვი, კამასოკო, ნიორი, რამოდენიმე კბილი და მარილი. დავჭერთ ხახვი. წვრილად დავჭერთ ნიორიც. 9 კილო კამასოკო, ეგრე იყიდება ხოლმე. შეგვით 4 ნაწილად, 8 ნაწილად, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ როგორც მოგწონთ. როდესაც ძალიან პატარა თავებია, შეგვიძლია საერთოდაც არ გავჭერათ, გააჩნია სოკოს ზომას. ამ შემთხვევაში თავებს მე ვჭრი 4-ად, ხოლო ფეხებს 3-ად ან 4-ად ასევე. მოვასხათ ზეთი ტაფაზე. ჩავყაროთ. იმისათვის რომ სოკოს კონდეს მკვეთრი გემო, აუცილებლად შევბრაცოთ ჯერ მარილის გარეშე. იმიტომ რომ მარილის გარეშე როდესაც ვწვავთ, ეს იწყებს წვენის გამოყოფას და ნელ-ნელა პატარავდება. როცა დავინახოთ რომ საკმარისად გამოყო წვენი და დაპატარავდა, მხოლოდ მაშინ მოვახრით მარილს. ეგრე თუ მოვამზადებთ, არავითარი არც კუბიკი, არც ბულიონი არაფერი არ დაჭირდება, რომ უქონდეს სოკოს გემო. აი, უკვე ჩანს რამდენი წვენი გამოუშვა სოკომ. მოვაყაროთ მარილი. იმედი არ გამიბრაზდება. თუ ნახე ეგეც დიდი მიღწევა. ჯერნიორი ჩავყავთ. ხახვი რამდენი გამოვიყენე? ერთი მოზრდილი, ცალი, თავი. ცოტა ზეთიც დავამატოთ. შეგვიძლია ოდნავ პილპილიც არომატისთვის. ეხლა ჩავამატოთ არაჟა. 200 მგ 12%-ია. თუ დავწოვოთ 5 წუთით იქნება უფრო თხელი, გამოდგება გარნირად. თუ დავტოვებთ 10 წუთი, იქნება უფრო სქელი და ცალკე კერძივით იქნება. სოკო მზად არის, გავსინჯოთ. ბავშვებო, სუფრასთან.